ვაჟებ შაველას სტუმარ მასპინძლის აუდიო სპექტაკლი ქართულ და აფხაზურ ენებზე დაიდგა. პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა. დღეს კი უწყებაში წარმოდგენების აუდიო ჩანაწერის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული კულტურული შემოქმედების გაცნობას შეუწყობს ხელს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ აგვისტოში აუდიო სპექტაკლის დადგმა ოსურ ენაზეც იგეგმება. გადავწყვიტეთ, რომ შესაბამისად თუ არსებობს ეს თარგმანები სხვადასხვა ჩვენი ძმების მოძმე ადამიანების ენებზე გადავწყვიტეთ, რომ გამოგვეცა უკვე მეორე აფხაზურ ენაზე. ვფიქრობ, ეს მე მგონი საშვილიშვილო საქმე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და უფრო დიდ მასშტაბებს უნდა მიაღწიოს სხვადასხვა ენებზე. ერთი სპექტაკლი დაიდგა და მისი პრეზენტაცია იყო ქართულად და აზერბაიჯანულად, სადაც მონაწილეობს საქართველოში ცხოვრობენ აზერბაიჯანელი მსახიობები. დღეს არის პრეზენტაცია ხომალმაზრის ქართულად და აფხაზურად. აგვისტოს თვეში დაგეგმილი და ქართულად ოსურად და ქართულად ვაინახავთ. ასევე მოდიო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. თავისთავად საინტერესოა მუშაობის პროცესი და განსაკუთრებით ყოველთვის იმ ენაზე, რომელიც ჩემთვის მაგალითად მე არ მესმოდა რა ხდება, მაგრამ იმდენად პოეტურად ვაჟებ შაველას ტექსტი და იმდენად კარგი თარგმანი იყო ბატონ კვიცინიას თარგმანია, რომ თავისთავად ეს პოეტურად ჟღერდა ყველაფერს საოცრად და ინტონაციის მიხედვით, რაღაც გარკვეული იმის მიხედვით ჩვენ და ხმის რეჟისორი ბაკო ხიჩია, რომელსაც დიდი როლი შეასრულა ამ სპექტაკლის გაკეთებაში, იოლად ხვდებოდით რა ხდებოდა.